და გამოშვებას კულტურის სიახლეებით ვასრულებთ კიდევ ერთი მუსიკალური საღამო ბათუმში. ამჯერად ჩვენი თანაქალაქელებისათვის და სტუმრებისათვის ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლექსო თორაძემ და იამაჰას არტისტის წოდების მფლობელმა ედიშერ სავიცკიმ დაუგრა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში მაყურებელი 2 საათის განმავლობაში გუსტავ ჰოლსტის, ჯორჯ გერშვინის, ლეონარდ პერშტაინის, სერგეი პროკოფიევის და იან დე ჰაანის ნაწარმოებებს ისმენდა. საღამომ ანშლაგით ჩაიერა. სერგეი პროკოფიევის ნაწარმოები თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად ბათუმელი მსმენელისათვის ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა ლექსო თორაძემ შეასრულა. საყვირი, ვალტორნა, ტუბა, დოლი, თებშები, საკრავების და ორკესტრის თანხლებით ვირტუოზმა შემსრულებელმა მსმენელს რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი იმპროვიზაცია შესთავაზა. ამ დონის მუსიკოსებთან ეს პირველი იყო და ძალიან დიდი გამოცდილება ორკესტრისთვის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბატონ ლექსოს და ედიშერთან შეხვედრა. კონცერტში ქართველ პიანისტთან ერთად მისი მოსწავლე ედიშერ სავიცკი მონაწილეობდა. ედიშერ სავიცკი პირველი ქართველი პიანისტია, რომელმაც იამაჰას არტისტის წოდება მიიღო. მან მსმენელს ჯორჯ გერშვინის ნაწარმოები შესთავაზა. სასიამოვნო არის, რომ ამდენი ჯარისკაცებიც იყვნენ, ამდენი ჯარისკაცი იყო კონცერტზე. ჩვენი სურვილი იყო თავიდან, რომ მინიმალურად მაინც გამოგვახატა ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა ქართული ჯარის მიმართ. ასე რომ იმედია, რომ ეს შეხვედრა არ იქნება მხოლოდ ამჯერადი, ანუ კიდევ მრავალჯერ შევხვდებით. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა ქართველი მსმენელი გამომსვლელებს მხურვალე ტაშით აჯილდოვებდა. ძალიან მოხარულები ვარ, ძალიან კარგია და ძალიან კარგი იქნება, თუ მსგავსი საღამოები კიდევ ჩატარდება ხოლმე. ღირსშესანიშნავი დღე, რომ საქართველოში, ისიც ბათუმში ვისმენთ ასეთ ბრწყინვალე შესრულებას, იმიტომ სასულე საკრავების ორკესტრი ეს დიდი იშვიათობა იყო ჩვენთვის და შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ეს პირველად გაჟღერდა ასეთი მოცულობით. თანაც შესრულება იყო ბრწყინვალე. ერთობლივი კონცერტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიგეგმა. საღამოს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდა. ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩვენი სახელოვანი კულტურის მესვეურები ახორციელებენ ღონისძიებას, რათა ჩვენი სამხედროები ეზიარონ მაღალ კულტურას. ეს ეხება არა მარტო მუსიკის სფეროს. ლექსო თორაძის, ედიშერ სავიცკის და თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი თელავსა და თბილისშიც გაიმართება.